დღეს საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ქარი ჩადგება და ტემპერატურაც მოიმატებს. სინოპტიკოსთა პროგნოზით ნალექით შემცირდება, თუმცა 2 აპრილიდან ისევ ამინდის გაუარესებაა ნავარაუდები. რაც შეეხება გზებს, ამ დროისათვის გარკვეული აკრძალვები რჩება გომბორის უღელტეხილსა და გუდაურიკობის გზის მონაკვეთზე. აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოძღვრების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს, ნალექები შეწყდება, თანდათანობით ქარიც შესუსტდება. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 1-2 გრადუსით მოიმატებს და 3-8 გრადუსი იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა, ანალოგიურად აღმოსავლეთ საქართველოშიც. თბილისშიც ქარი ჩადგება და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 2-დან კვლავ ამინდის პირობების გაუარესება მოსალოდნელი, მაგრამ ნაკლები ინტენსივობით ვიდრე ამჟამად იყო. ბაზენი-გომბორი თელავი საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. გუდაურიკობის მონაკვეთზეც აკრძალული არის მოძრაობა გარდა ავტოტრანსპორტისა, რომელიც გამოიყენებს მოძღვრების საწინააღმდეგო ჯაჭვებს. მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნულ გვირაბებში მოძრაობა არის ცალმხრივი.